მოგესალმებით ძირფასო მაყურებლებო, მე ნინეტი ინჭარაული ვარ, ეს ჩემი საავტორო გადაცემაა ჩვენი უფლებები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება იპოთეკა და იპოთეკარები. პირველ რიგში გაგაცნობთ თვითონ რას ნიშნავს იპოთეკა. იპოთეკური სიცხე ეს არის კრედიტი უძრავი ქონების თავდების. როგორც წესი გაიცემა ბანკის მიერ, თუმცა კრედიტორი შეიძლება გახდეს ასევე ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირი. იპოთეკური კრედიტის ამოღების საკუთარ ვალდებულებას კრედიტის დაფარვაზე მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავდების ჩადებით უზრუნველყოფს. იპოთეკური კრედიტი აზრის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ ააშენოთ, იყიდოთ, გაარემონტოთ ასევე უძრავი ქონება და ისეთი უძრავი ქონება, როგორც არის მაგალითად ბინა, სახლი, აბარაკი, მიწის ნაკვეთი და ასე შემდეგ. იპოთეკური კრედიტის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ სესხის მოქმედების პერიოდში თქვენს მიერ აღებული სასესხო ვალდებულებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია შესაძლებელია მოხდეს, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ კრედიტს ვერ გადაიხდით. თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ეს ხელშეკრულებაში არსებობს გარკვეული დრო, ამ დროის განმავლობაში თქვენ სარგებლობთ ამავე ქონებით. საქართველოში და რიგ სხვა ქვეყნებში ტერმინი იპოთეკა ნიშნავს ბანკისგან კრედიტის მიღებას უძრავი ქონების შესაძლებლად. ხოლო ამ ტერმინში შედის მხოლოდ ისეთი სახის კრედიტები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულად უძრავ ქონებასთან და ამ ტერმინში გაერთიანებული სხვა არც ერთი მიზნით და სხვა არც ერთი დანიშნულებით არ ხდება. ტერმინი იპოთეკა პირველად იხმარა თავის კანონმდებლობაში სოლომონმა ახალი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში და იგი მოვალის მიწაზე ჩასობილი ბოძებით აღნიშნავდა ამ მიწაზე კრედიტორის უფლებების უზრუნველყოფას. მას იცნობდნენ ჯერ კიდევ ბრძოლ რომში, როგორც გირავნობის უფლების ერთ-ერთ ფორმას. იგი წარმოიშვა კლასიკურ პერიოდში აღმოსავლური ბერძნულ-ეგვიპტური სამართლის გავლენით, რომლის დროსაც გირავაოს საგანი რჩებოდა მოვალის საკუთრებაში და მფლობელობაში, ხოლო გირავნობის უფლებით სუბიექტს ვალდებულების შესრულების შემთხვევაში უფლება ეძლეოდა გამოეთხოვა ეს ნივთი მისი ნებისმიერი იმდროინდელი მფლობელისგან. ან შესაძლებელი იყო გაეყიდა და იგი მიღებული თანხით დაეფარა თავისი მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286 მუხლით იპოთეკის ცნება შემდეგნაირადაა განმარტებული. უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული ან დატვირთული, რომ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან. ესე იგი, იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. ამასთან იპოთეკა ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას სამომავლო ან პირობითი მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისთვის უკვე შესაძლებელია ამ მოთხოვნის დადგენა. მას შესაძლოა იპოთეკის დადგენისთვის აუცილებელი არ არის მოთხოვნის იმავდროული არსებობა, თუმცა ეს მოთხოვნა ფიქტიური არ უნდა იყოს და უნდა არსებობდეს იმის გარანტია, რომ მომავალში ეს მოთხოვნა აუცილებლად იქნება შესრულებული. ასევე შესაძლებელია იმ ზღვრული თანხის განსაზღვრაც, რომლის ფარგლებშიც უძრავი ნივთიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. აღნიშნული თანხა შეტანილი უნდა იქნას საჯარო რეესტრში. იპოთეკა მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ქონება ემსახურება ვალის გადახდის უზრუნველყოფას მოვალის მიერ ამ ქონების დაუკარგავად. იპოთეკა წარმოადგენს მიწის კრედიტის ძალიან მოსახერხებელ ფორმას და იგი უძრავი ქონების მეექსეკუთრეს აძლევს საშუალებას და შესაძლებლობას დაადგინოს მასზე ერთი ან რამდენიმე იპოთეკა, მიიღოს კრედიტი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს თავისი ქონება იქნება განსაზღვრული და ამ პერიოდში ისევ ისარგებლოს თავისთავი ქონებით. და იმ შემთხვევაში თუ ის პატიოსნად გადაიხდის დაკისრებულ თანხას, რა თქმა უნდა, ქონება კვლავ რჩება მის საკუთრებაში. იპოთეკა წარმოადგენს უძრავი ნივთის კრედიტორის სასარგებლოდ დატვირთვას ისე, რომ კრედიტორს უფლება აქვს თავისი მოთხოვნა, როგორც სამომავლო, ასევე პირობითი დაიკმაყოფილოს ამ ნივთის რეალიზაციით ან საკუთრებაში გადაცემით. და ეს მოწესრიგებულია საქართველოს კოდექსის 286 მუხლით. იპოთეკის უფლება არ მოიცავს იპოთეკარის მიერ ნივთის მფლობის უფლებას. მოვალე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის მოთხოვნა, ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე პასუხისმგებელია კრედიტორის წინაშე ამ ნივთის ღირებულებით. ასევე იპოთეკა შეიძლება გადაცემული იქნეს სხვა პირისთვის მხოლოდ მის საფუძვლად არსებულ მოთხოვნასთან ერთად და ამას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295 მუხლი.
იმ იპოთეკის გადასაცემად, რომელზეც გაცემულია იპოთეკის მოწმობა, საჭირო მოთხოვნის დათმობის სანოტარო წესით დამოწმება. მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის გადაცემა ხორციელდება უძრავი ნივთების შესახებ ზოგადი ნორმების მეშვეობით. იპოთეკა ექვემდებარება გაუქმებას თუ კრედიტორი უძრავ ნივთზე აღსრულების შედეგად დაკმაყოფილებულია. საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომელსაც დატვირთული იყო უძრავი ქონება და რომლებიც რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ და ეს მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306-ე მუხლით. ყველა სხვა შემთხვევაში, მაგალითად, პირადი მოვალის ან უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში იპოთეკა არ უქმდება და იგი გადადის იმავე რანგით, იმავე პირზე, ვინც კრედიტორს დააკმაყოფილებს. და ეს მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 292, 292, 295, 298 მუხლებით. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ასევე იპოთეკის მოწმობის გაცემას. იპოთეკის მოწმობა არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე მისი კანონიერი მფლობელის უფლებას. ხოლო კრედიტორი მოიპოვეს იპოთეკას იმ შემთხვევაში, თუ მას იპოთეკის მოწმობა უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ სამოქალაქო კოდექსის დადგენილი წესით რეგისტრირებული და გადაცემული იქნება. ეს კონკრეტულად იპოთეკა ეხლა რას ნიშნავს თავად იპოთეკური სესხი. კრედიტი უძრავი ქონების თავდებით, როგორც წესი გაიცემა ბანკის მიერ. იპოთეკური კრედიტი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი კრედიტი. არსებობს კიდევ ერთი სახის იპოთეკა, ეს არის იძულებითი იპოთეკა და ჩვენ ალბათ ბევრი გვსმენია იპოთეკურ სესხზე, იპოთეკურ კრედიტზე, სესხზე და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, მაგრამ ალბათ ცოტა თუ ვიცით რა არის იძულებითი იპოთეკა. უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით და სეკვესტრი ეს არის ქონების იძულებითი მართვა. იძულებითობა გამოიხატება იმაში, რომ მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ხდება მხოლოდ კრედიტორის განაცხადის საფუძველზე და აღსრულების მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, იგი არ იგივდება იპოთეკასთან, რადგან იპოთეკა ეს წარმოიშობა მხარეთა ორმხრივი ნების თანხმობის შედეგად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით. უძრავი ქონება ასევე წარმოადგენს იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციის ხარჯების გარანტიას, რომელიც ეკისრება მოვალეს. იძულებითი იპოთეკით შეიძლება დაიწურთოს მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება. გაითვალისწინეთ, რომ იძულებითი იპოთეკა გამოიყენება მხოლოდ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობისას და ერთი და იმავე კრედიტორის მიერ მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ. რა არის იპოთეკური სესხი? იპოთეკური სესხი ეს არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი და ამ შემთხვევაში, როდესაც ხდება იპოთეკური სესხის რეგისტრაცია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რიგითობას. რადგან პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა უპირატესია ყველა მომდევნო იპოთეკარის მოთხოვნაზე. მაშინ, როდესაც იპოთეკურ სესხს გავცემთ, აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას. ყავს თუ არა გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონება სხვა რიგის იპოთეკას და ამისათვის აუცილებელია, რომ მივმართოთ საჯარო რეესტრს. მოვითხოვოთ საჯარო რეესტრში ამონაწერი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. თავადვე განაახლოთ საჯარო რეესტრის ამონაწერი და დაიწყოთ თავი შესაძლო გართულებებისგან. თუ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარმოადგენს ქონების მფლობელი, ყურადღება მიაქციეთ მისი გაცემის თარიღს. თავადვე დაამოწმეთ იპოთეკით დასატვირთი ქონება, დარწმუნდით ნამდვილად შეესაბამება თუ არა მესაკუთრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. და ეხლა შეგახსენებთ ასევე პრობლემებს, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ ამ დროს. თუ გაეცით იპოთეკური სესხი და გააფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო ქონებას, რომელიც გარდამავალი უფლებით დაიწურდა, ყავდა წინა რიგის ორი იპოთეკარი, ამასთან თუ მოვალე ვალის დაბრუნებას თავს აარიდებს და საახსრულებო ბიუროს ვალის ამოღების მიზნით მიმართავს მეორე იპოთეკარი, თქვენ შეიძლება დაკარგოთ უფლება იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე და ასევე ძალიან მცირეა ვალის დაბრუნების შანსი. თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საახსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა მეორე რიგის იპოთეკარმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ამ შემთხვევაში აუქციონზე გატანა, მიღებული თანხა გადაეცემა მეორე რიგის იპოთეკარს, პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა გარდამავალი უფლებით გადაყვება ქონების შემძეთ, ხოლო მესამე რიგ და მომდევნო რიგის იპოთეკარების უფლება იპოთეკაზე გაუქმდება.
არის ასევე ისეთი შემთხვევები, როდესაც ქონებას რამდენიმე პირველი რიგის იპოთეკარი ყავს. თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საახსრულებლო ფურცელს ერთი მათგანი შემოიტანს, დარჩენილი პირველი რიგის იპოთეკარები არ გაუქმდება და გარდამავალი უფლებები გადაყვება ქონებას. ხოლო თუ საახსრულებლო ფურცელს ყველა იპოთეკარი შემოიტანს, მაშინ აუქციონის თანხა მათ შორის პროპორციულად გადაანაწილდება. და ასევე ბოლოს კიდევ ერთი რჩევა იმ შემთხვევაში, როდესაც შევიძენთ იპოთეკით გარდამავალი უფლებით დატვირთულ ქონებას. იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ იპოთეკაზე უფლების მქონე პირის ან პირების მოთხოვნით დაკმაყოფილება. მოვალის ვალდებულება მთლიანად თქვენზე გადმოვა. ეს იყო ზოგადი მიმოხილვა, თუ რა არის იპოთეკა, იპოთეკური სესხი, როგორ უნდა დავარეგისტრიროთ იპოთეკური ხელშეკრულება. და ეს იყო გადაცემის პირველი ნაწილი, გადაცემის მეორე ნაწილში კი შემოგიერთების სტუმართან ერთად. გადაცემის მეორე ნაწილს ვაგრძელებთ ჩვენ სტუმართან ერთად. დღევანდელი ჩვენი სტუმარია რედათა კომიტეტის დამფუძნებელი ქალბატონი ქეთევან ადამია. მოგესალმებით ქალბატონ ქეთევან. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოგზაურობისთვის. მე მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა და ასევე მინდა გისურვოთ წარმატებები ამ ახალ ტელევიზიას, ეს არის მომავალი ტივი. და მინდა რომ ძალიან საინტერესო იყოს თქვენი ინტერნეტ სივრცე და ამავე დროს უფრო ფართო ასპარეზზე გასვლას გისურვებთ. ქალბატონო ქეთევან, როგორც უკვე იცით, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის იპოთეკა, ზოგადად იპოთეკარები, რა პრობლემები ექმნება მოსახლეობას ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ რამდენიმე ფაქტი, ასევე და თუ შეიძლება დავიწყოთ ზოგადად რა სიტუაცია თქვენი აზრით დღევანდელ. მე ვფიქრობ, არავისთვის დასამალი არ არის, რომ ძალიან ჩვენს ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა არის აი ამ იპოთეკით დაზარალებულებისათვის და უკვე რამოდენიმე წელია არ წყდება ამის თაობაზე აჟიოტაჟი. ეს არის, მე ვფიქრობ, კატასტროფული მდგომარეობა და ამას რასაკვირველია თავისი გამომწვევი მიზეზებიც გააჩნია და მე დღეს ამაზეც მინდა ვისაუბროთ. ჩვენ დედათა კომიტეტი ჯერ კიდევ პირველივე დღიდან ჩვენ რასაკვირველია იმ წლებში ჯერ კიდევ 4 წლის წინაც რა თქმა უნდა იდგა ეს საკითხი და არაერთი ჩემი გამოსვლა მიუძღვენი მე ამ თემას და არაერთხელ მე ვთხოვე საზოგადოებას კონსოლიდაცია ამ საკითხის გარშემო, მაგრამ სამწუხაროდ იმდენი დილეტანტი, ესე ვთქვათ, აეწება ამ თემას, შედეგი სავალალოა და ნულის ტოლი არის პრაქტიკულად. კონკრეტულად ჩვენ შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ გამომწვევ მიზეზებზე და რა არის ეს მიზეზები. პირველ რიგში არაფერს აღარ ვიტყვი თვითონ ზოგადად 92 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე, თუ როგორ დაუმძიმდა ჩვენს მოსახლეობას ეკონომიური მდგომარეობა, ამ შიდა არეულობებმა, სამოქალაქო ომმა, ამ რეჟიმებმა რასაკვირველია ეს ასახვა ჰპოვა აი ამ მდგომარეობაზე და მე ვფიქრობ, გვირგვინი აი ამ უბედურების იყო 2008 წლის რუსეთის აგრესია, სადაც რა დროსაც აი კატასტროფულად, რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა და აბსოლუტურად პარალიზებული იყო ქვეყანა, იცით თქვენ და აი ამ ომის შედეგებმა მოიტანა ის, რომ აღარაფერს ვამბობ სამშენებლო ბიზნესი როგორ მდგომარეობაში იყო და ძალიან თავისუფლად გაიცემოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე საკრედიტო ესე იგი აი ეს ფინანსები საბანკო სისტემიდანაც, კერძო სექტორიდანაც და მეტნაკლებად დაფარვა და ამის გადახდა ჩვეულებრივ ხდებოდა, მაგრამ აი ამ ომმა გამოიწვია კატასტროფა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური და სწორედ აი ამ 2008 წლის შემდეგ უფრო კატასტროფულად იმატა აი ამ გაპრობლემებული სესხების სია.
ერთი ალბათ რომ გაიზარდა თვითონ რაოდენობა მოსახლეობის ვისაც უკვე სჭირდებოდა სესხი და რთული გახდა ამ სესხის დაფარვა. რთული გახდა რასაკვირველია, იმიტომ რომ აი ყველანაირი მდგომარეობა თქვათ საჯარო სამსახურებიდან დათხოვნა, დაპატიმრებები, იცით თქვენ რომ მასიური დაპატიმრებები მიმდინარეობდა და 300,000 ადამიანი ყავთ გასამართლებული და ყოველ მეორეს დაგიროვებული ქონდა ბინა. პრობლემა რაშია? პრობლემა იმაშია, რომ აუცილებლად სახელმწიფომ მე ჩემი აზრით მე მინდა შევთავაზო ასეთი რამ, რომ აუცილებლად სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს საპროცენტო განაკვეთი და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მაქსიმუმი თუნდაც კერძო სექტორში, ისე როგორც საბანკო სექტორში, ისევე როგორც კერძო გამსახურებლებისგან მათ უნდა აეკრძალოთ მაღალ პროცენტში სესხის გაცემა. მით უმეტეს, როდესაც ეს არის მოკლევადიანი და არ არის რასაკვირველია, აი თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა სულ ახლახანს $10,000 ისესხა ჩემმა მეგობარმა და აქედან 22% წაიღეს შუამავლებმა. ანუ ვითომ ვინც ფული იშოვა, $2,200 იქვე წაიღეს. თქვენ წარმოიდგინეთ, $7,800-დან წინასწარ კიდე $800 წაიღო, ისე იგი მე ეგრეთ წოდებულმა შუამავალმა და იქ სანოტარო ხარჯები და რა წამოიღო სახლში. გაფორმდა სამთვიანი ხელშეკრულება და აი წარმოიდგინეთ, $10,000-დან დარჩა იმ ადამიანს ხელზე დაახლოებით $7,000-მდე, ხო? და სამ თვეში უნდა დააბრუნოს, წარმოგიდგენიათ რა თანხა. აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, აი ასეთი არა ადამიანური, აი ასეთი გაუგონარი მდგომარეობა და იმიტომაც არის რომ უპრობლემდებათ შემდეგ ეს სესხი და იმიტომაც არის ერთი აჟიოტაჟი და იმიტომაც არის რამდენი თვითმკვლელობა, რამდენი ტრაგედიებია. ჩვენ გვინდა რომ ესეთი უსახკარო იყოს ჩვენი მოსახლეობა? აი ეხლაც აი არაოფიციალური მონაცემებით კერძო იპოთეკარებისაგან თუ სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით 80,000 ჩვენს თანამემამულეს უკვე ელოდება გამოსახლება ბინიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა. მე ვფიქრობ და მე მიმაჩნია რომ ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მიზანმიმართული გენოციდის და ამიტომ მე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე მე ვთხოვდი ხელისუფლებას იქნებ ეშველოს ამ საქმეს იმით, რომ კაცრად განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთი და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს წლიური 20%-იანი, აი 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს წლიური განაკვეთი და მე ვწმუნდეთ ქალბატონო ნინო, რომ აი ასეთი მდგომარეობით დარეგულირდება ეს სიტუაცია. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა თვეში, აი თუნდაც იმ ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას, რომლებსაც ბინებს ართმევენ უკვე, აი რომ ვინმე მისცეს, თქვათ თვეში 1%-იანი ან 1.5%-იანი სესხი, ხო? ხო აბსოლუტურად ყველა მოიგვარებს პრობლემას. აი თითოეული მათგანი აიღეს და ნახეთ რა მდგომარეობა. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, მანქანა, ავტომანქანა, რომელიც თქვათ შევიძინე, ხო? და გადახდილი მაქვს დაახლოებით, ესე იგი $12,000-დან $6,100 იყო, თქვათ, მესაკუთრის და ბანკიდან სესხად აღებული იყო $5,900. აი ამ $5,900-ის ნაცვლად მიუხედავად აი ამ 2008 წლის ომისა, მისი შემდგომი პერიოდებისა და ყველა იმ უბედურებისა და ტრაგედიებისა, ამ ადამიანმა თქვათ კონკრეტულმა პირმა გადაიხადა $8,000 ბანკში. და დღეს საქართველოს ბანკმა აღსრულების ძალიან ესეთი მხარდაჭერით წაართვა ეს მანქანა და გაიტანეს აუქციონზე. აი გეკითხებით ახლა მე თქვენ, მანქანა რომელშიც დაახლოებით $16,000-18,000-ია გადახდილი და ახლა $5,000 ყიდიან. ამას სამართალი შეიძლება ეწოდოს? ანუ ასეთ შემთხვევაში რა უნდა მოხდეს? თვითონ რა გამართლებას უძებნია? არავით არის გამართლება, არც ადამიანური, არც მორალური, აი არანაირი ვალდებულება არ არის, ის კი არა ისე გაყიდეს მანქანა მე პატრონეს არც შეატყობინეს, რომ აუქციონი იყო დანიშნული და ან რა შეფასება მოხდა და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, აი მე მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, იქნებ სასწრაფო წესით გადაიხედოს აი ამ ზურაბ ბადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის მიღებული ეს კანონები. და იქნებ გახდეს უფრო ჰუმანური, რომ არც ერთი მხარე დაზარავდეს, რასაკვირველია, მაგრამ არც მევალე უნდა დაზარავდეს. როგორ შეიძლება, აი ჩვენ რას გვითხრათ ეს, აი ეს პროცესები თუ არ შეჩერდა, აი თქვენ როგორ ფიქრობთ და ამისი შედეგი რა იქნება?
ამისი შედეგი იქნება გაუბედურებული ქართული მოსახლეობა, რომელიც ისედაც ასეთ მდგომარეობაშია. აქვე შეიძლება როგორც ოპონირება გაგიწიოთ და მეკითხოთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება იღებს რაღაც კონკრეტულ სესხს ბანკისგან, ბანკი იძულებულია, რომ ამ ხელშეკრულების პირობებში მას მოსთხოვოს გარკვეული თანხის უკან დაბრუნება. იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ამას ვერ იხდიან, რა თქმა უნდა, ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა გასაგებია, მაგრამ ფაქტის სახელზე, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ. ამ შემთხვევაში შეიძლება ბანკმა თქვას, რომ მაშინ ეს არის ჩემი კონკრეტული საქმე, მე რა გავაკეთო ამ დროს. თქვენ როგორ ფიქრობთ? სწორედ ის თქვენ რო თქვით სესხი 1-1.9%-ით, რომ მიეცეს მოსახლეობას, ეს იქნება მოსაფხრელი ამ პრობლემის? აი დამერწმუნეთ, რომ 90% ამ პრობლემას დაარეგულირებს დაბალ პროცენტიანი სესხი და თქვენ აიღეთ ნებისმიერი მსოფლიოში ყველა ცივილიზებული ქვეყანა, სადმე თუ გეგულებათ თქვენ, რომ აი ასეთი მაღალი პროცენტი იყოს 36% წლიური, 40%, 42% და უფრო მეც გეტყვით, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სესხი აღებული აქვს ახლა 7%-ში. თქვენ წარმოგიდგენიათ, გადავამრავლოთ ეს 12 თვეზე და ეს გამოდის დაახლოებით 84% წლიური. მე დამისახელე თქვენ ახლა სახელმწიფოში ადამიანი, ვისაც შეუძლია 84% საპროცენტო განაკვეთი იხადოს, ამას ემატება ის წინასწარ ეგრეთ წოდებული ქეშად მიცემული, ესე ვთქვათ, ჟარგონად, ესე იგი წინასწარ გადახდილი აი ეს საშუამავლოები. აი არ ვიცი, ამისი ძალიან მარტივად შეიძლება ამის მოგვარება. თუ კი სხვა ქვეყნებში ხდება, რატო არ შეიძლება ჩვენ მოვიძიოთ და მოვიპოვოთ თუნდაც სახელმწიფო დონეზე იაფი სესხი, რომ ჩვენს მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქოთ და მე არ ვიცი. ფაქტის სახელზეა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის ამ სიტუაციაში დაზარალებული და ეხლა იცით რაშია საქმე? ყველაზე მთავარი კიდე ძალიან მარტივად შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, თუ აი სწორად წარუდგენთ ხელისუფლებას ამ ესე იგი აი ამ მოსაზრებებს და მე ჯერ კიდე როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა და როგორც კი ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, იმავდროულად მე მივმართე პარლამენტს, მივმართე მთავრობას და პარალელურად ასევე მივმართე ძალოვან სტრუქტურებსაც, რომ დაეწყოთ და შეესწავლათ ამ ბანკების საქმიანობას. როდესაც მოხდა აქ საუბარი დაზე არის, იცით? როდესაც ქვეყანაში მოხდა კონკრეტულ შემთხვევაზე ვლაპარაკობ 2008 წლის აგვისტოს ომი. როდესაც მოხდა აგრესია და აი ესეთი უმძიმესი მდგომარეობა მოიტანა ამ ომმა, ხო? ნუ თუ არ შეიძლება რომ ბანკები წავიდეს დათმობაზე და ადამიანებმა, ვინც ბანკში დააბრუნა ის თანხა თქვათ, რაც გატანილი ჰქონდათ და იმაზე ბევრად მეტი ასევე, ხო? აი ასეთ შემთხვევაში მე ვეკითხები ახლა საზოგადოებას, შეიძლება ასეთ შემთხვევაში ის ესე იგი საგარანტიო ქონება ჩამორთმეული იქნას და წართმეული იქნას? აი მე ვეკითხები საზოგადოებას ახლა, აი რანაირად შეიძლება ასეთი რაღაცა, რომ იგივე კონკრეტულ შემთხვევაში $5,900 გაგაქვს ბანკიდან 51%-ით შენ ამატებ კიდე აი ამ სესხს, ხო და შენი მონაწილეობით 51% შედიხარ და $5,900-ის ნაცვლად $8,000 უბრუნებ ბანკს და მიდის და კიდე ქონებას გართმევს, რომელზეც კიდე დამატებით შენ დაახლოებით $7,000 გაქვს მეტი გადახდილი, ეს ძირზე ვამბობ, ხო? აი ასეთ შემთხვევაში აი გეკითხებით ამას, სადმე რომელიმე ქვეყანა ამას გააკეთებდა? აი ეს მაინტერესებს უბრალოდ რა. რომელიმე ეს შემთხვევა არის, როდესაც ბანკს ვერ უხდი თანხას და რა თქმა უნდა ის ვალდებულია, რომ თავისი ზარალი აინაზღაუროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გადახდილია სრულად ამ ის თანხა ვთქვათ, რაც გაიტანე და კიდე იმაზე მეტი, ხო? თუნდაც ის პროცენტი. პირობითად ვამბობ, ეხლა აი ამ კონკრეტულ შემთხვევას $5,900 ნაცვლად გადახდილი გაქვს $8,000. იმას ემატება ის $6,100 ძირი. და ასე შემდეგ, ხო და აი ამდენი რაღაცა გაქვს გადახდილი და აუქციონზე გავხდა სადღაც აი ძალიან მიზერულ თანხაში და ართმევენ და არც აგებინებენ ისეთ მომენტი მოხდა, აი უპირატესი უფლება მესაკუთრეს არ ენიჭება. მე ვფიქრობ 3 წელი გავიდა და საკმარისი დრო იყო, რომ ეს ნორმალურად და ცივილურად ეს იუსტიციის სამინისტროზე მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მოდის. მე აქვე ვეკითხები ქალბატონ თეა წულუკიანს, რატო არ მოხდა დღემდე აი უმარტივესად აი ელემენტარული ცვლილებების შეტანა ისე, რომ
აი ასეთი მძიმე მდგომარეობა და ფონი არ ყოფილიყო. აი ეს მინდოდა მე თქვა. აქ შეიძლება გკითხოთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ანუ ჩვეულებრივი მოქალაქე მიდის ბანკში სესხის ასაღებად, ფორმდება ხელშეკრულება. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ხელშეკრულების პირობები არის გაურკვეველი და მე მინდა რომ აქ დავანოს რომ მომავალ გადაცემაში აუცილებლად გვექნება თემა ამ ხელშეკრულებების შესახებ, იმიტომ რომ ბევრი პუნქტი ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მოქალაქისთვის, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლება, გაუგებარია. შესაბამისად შემდეგ დგება ფაქტის წინაშე, რომ რაღაცა პუნქტები ვერ გაითვალისწინა და ესეც ხომ არ ქმნის რაღაც გაურკვეველ სიტუაციას. აბსოლუტურად გეთანხმებით, ერთი ის რომ იმ მომენტში სესხებელი ვერ ათავისებს აი იმ ტექსტს, იმ ხელშეკრულების ტექსტს, რა პირობებიც იქ არის მოცემული და ყველაზე მთავარი, ძირითადად ეს ხელშეკრულებები არის კაბალური. არ შემიძლია აქვე არ აღნიშნო ნოტარიუსების როლი ამ საქმეში. ჯგუფები არის, ესე იგი, ყველა ჯგუფს, ყველა აი ამ ეგრეთ წოდებულ დაჯგუფებას თავისი ნოტარიუსი ყავს. უფრო მეც გეტყვით, თქვათ, იპოთეკური სესხი კეთდება და არ იწერება პროცენტი და აფორმებენ სამთვიან ხელშეკრულებებს და კეთდება სესხის ხელშეკრულება. თქვენ წარმოგიდგენიათ, ანუ თაღლითური გარიგებები, თვალთმაქცური გარიგებები, აი სუფთა თაღლითური გარიგებები დგება. ამიტომაც ზარალდება. ნოტარიუსმა უნდა იცოდეს, რომ მის თვალწინ როდესაც ხდება ასეთი უკანონობა და ხედავს მას, რომ იპოთეკური სესხი ფორმდება და საპროცენტო განაკვეთი ისეთი მაღალია, რომ აი 7, 8%, 6% და ამაზე თვალს ხუჭავს და აფორმებს თქვა 3%-ში და უფრო ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებ პროცენტში, უკვე აქ არის კრიმინალის, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და აი ასეთ შემთხვევაში თუ კი გამკაცრდება კონტროლი, მე ვფიქრობ, ნოტარიუსებიც არ გააკეთებენ ასეთ უკანონობას და არ იქნება ამდენი გაუბედურებული ჩვენი თანამოქალაქე. ანუ აქ არის კომპლექსურად ძალიან მარტივად გადასაწყვეტი ეს პრობლემა და მაინც მეტი წილი იუსტიციის სამინისტროს ევალებოდა და დღესაც ევალება, რომ დაერეგულირებინა ეს პრობლემა. და აქვე მინდა ბანკირებს და აი იმ 4 ბანკს და იმ მათ მმართველებს მინდა მივმართო, რომ იქნებ ბატონებო, ჩაიხედოთ თქვენს თავში და აი ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში 2008 წლიდან ისევ ვიტყვი, აი ამ აგვისტოს ომის და აგრესიის შედეგად და აი ამ მომენტის შემდეგ რამდენი მილიონებით გაიზარდა თქვენი მოგებები და რამდენი 1000 ადამიანი გააუბედურეთ. იქნებ დაფიქრებულიყავით და ერთშვენიერ დღეს არ იფეთქოს ამ ტალღამ და არ წაგლეკოთ სულ ყველა. აი მე ამაზე გთხოვდით, დაფიქრებულიყავით, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს დრო და მოხდეს კონსოლიდაცია ამ პრობლემების ირგვლივ და ძალიან ცუდად დამთავრდეს ეს შედეგები. ამიტომ კონკრეტულად მივმართავ ხელისუფლებას, შევიდეს ცვლილებები საახსრულებო კანონში. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა ფუფუნებაში არიან ეს საახსრულებო ბიურო და ესენი და ესენი. რახა ვისი ფულიდან და ვისი ჯიბიდან მიდის ეს ფუფუნება? ამ გამოყრილი, გაუბედურებული ხალხის ხარჯზე? ანუ ერთი რომ უნდა სასწრაფოდ შევიდეს ცვლილებები აღსრულების შესახებ კანონში და მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესი. მეორე უმთავრესი პრობლემამ რომ თვითონ მთავრობამ, თვითონ სახელმწიფომ უნდა მიიღოს უსწრაფესად ცვლილება შესაბამის კანონში და მაქსიმალურად უნდა განისაზღვროს წლიური საპროცენტო განაკვეთი და აი ეს 20%-იც კი ეს არის კატასტროფულად მაღალი და ვინც კი გაბედავს აი ამ წლიური საგანაკვეთო პროცენტის მიღმა ფარულად აი ამ პროცენტების ესე იგი გამრავლებას, ანუ გამეტებას, გამრავლებას, ანუ თქვათ 2%-ის ნაცვლად 5 და 10%-ის რეალურად გაცემას, ხო? აი ასეთ ხალხზე უნდა დაიწუნდა ძალოვანებმა უნდა იმოქმედონ აი ამ შემთხვევაში. მე ერთი მომენტი და მეორე მომენტი. არავითარ შემთხვევაში ნოტარიუსებს უნდა აეკრძალოთ 3 თვიანი, 6 თვიანი ხელშეკრულებების გაფორმება. იმიტომ რომ უნდა დავფიქრეთ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მიდის იმ ზღვარზე რომ უნდა იყოს სესხი, 3 თვეში იშოვა შემდეგ ამხელა თანხა. აი წარმოიდგინეთ, მე თქვენ გელაპარაკებით კონკრეტულ მაგალითს. ადამიანმა $10,000 ისესხა.
$2200 იქვე წაიღეს შუამავლებმა, იმას დაემატებ თავისი პროცენტი 2 თვის, 3 თვის კიდე ეს არის, აი დავიანგარიშოთ, ხო, აქვე მათემატიკა არ უნდა ამას ბევრი, $1800 სამ თვეზე დავამატოთ, $2200 ეს თანხა დავამატოთ და სამ თვეში რამხელა თანხა უნდა დააბრუნოს. მე გეკითხებით ახლა ადამიანს, რომელსაც უჭირს და სჭირდება სესხი, ხო? აი სამ თვეში $10,000 ნაცვლად. აი ამ ერთი იპოთეკიდან $6,000-7,000 ხარჯი მიდის. ერთი იყო ამასინათ კიდე 10%-ზე 10,000-ზე გაფორმდა ხელშეკრულება. მე გეკითხებით ახლა სადმე მსოფლიოში ხდება ასეთი რამე? რა ხდება ამას? რით ვერ არეგულირებენ? თუ ეს არ არის მიზანმიმართული. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, რომ იქნებ ერთხელ კიდევ დავჯდეთ სამართლებრივად და ძალიან მარტივად, მშვიდად, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე დიპლომატიურად კი ბატონო, მოგვარდეს ეს ამბავი, რომ არ იყოს ეს უბედურებები. მე მაგალითად აუკრძალავდი ნოტარიუსებს 3 თვიანი, 6 თვიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. აი ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს იპოთეკის ხელშეკრულების მინიმალური ვადა, არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები. ჩემი ვარაუდით. დიახ, ეს ცოტა რეალურად რომ კერძო გამსესხებელი იქნება თუ ესე იგი საბანკო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან თუ ეს ეხლა ძალიან მომრავლდა. ჩვენ ხედავთ მთელ საქართველოში, თბილისში გაივli მე მაგალითად გული მიხვდება მარტო ლომბარდების ქალაქად იქცა თბილისი და საქართველოს დედაქალაქი. ასეა ყველა ქალაქში, ასეა ქუთაისში, ასეა ბათუმში. რა ხდება ჩვენს თავს? ლომბარდების ქალაქად და ქვეყნად გადავიქეცით უკვე. ყველა ვალს იღებს, ყველა პროცენტიანი ვალი ადევს 90% მოსახლეობისა. ამას არ უნდა მიეხედოს? კიდე ერთხელ ვიმეორებ, რა არის პრობლემა? პრობლემა არის აი ეს მაღალი საშუალო განაკვეთი და აი ის საპროცენტო განაკვეთები, რომელითაც ხდება. და მე მინდა აქვე გითხრათ, რომ ძალიან ძნელია, როდესაც რაღაც გამოუვალი მომენტი აქვს ადამიანს და ძალიან უჭირს, ხო? ის უკვე აღარ ფიქრობს, იქეთ რა მოხდება და ყველაფერს თანხდება. აი ამ მომენტით სარგებლობენ სწორედ მთელი ჯგუფი, თაღლით და ჯგუფი და აი ასე აუბედურებენ ხალხს. აი ეს მინდოდა მე თქვა. დიახ, იმ მომენტისთვის, როდესაც უკვე გამოუვალ მდგომარეობაში ადამიანი აღარ შეუძლია რაღაც რაციონალურად დაზროვნება და იმისთვის, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით, დიახ. უკეთესი მდგომარეობა, თუნდაც იმ მომენტისთვის შეიქმნას, ძალიან ბევრ რაღაცას უხუჭავს თვალს. თქვენი აზრით, აი თქვენ წელს ახსენეთ, რომ არსებობს როგორც კერძო იპოთეკარები, ასევე ბანკები. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უჭირს და უნდა სესხის აღება. თქვენ როგორ ურჩევდით, რომელი უფრო ამ შემთხვევისთვის სანამ რაღაც შეიძლება? ამ ეტაპზე ყველას ურჩევდი, რომ ბანკებს აღარ მიმართონ. საერთოდ არავინ არ აიღოს ეს სესხი და მე იქნებ გონს მოვიდნენ და დაუწიონ საპროცენტო განაკვეთი. მე ამას ვიტყოდი. ძალიან უმრავლესობას მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს არა მარტო ერთი სესხი, რამდენიმე სესხის და უკვე გაუხსნა. სწორედ ამის ბრალია ეს, რომ გაუპრობლემდა ერთთან, მე ადგა კიდე მეორე ვალი აიღო, მე მესამე ვალი აიღო. ზოგს დედა ყავდა კიბოთი დაავადებული, ზოგს შვილი, ზოგს ძმა, ზოგს რა. პრობლემა უამრავია და ადამიანს, როდესაც არ აქვს არანაირი შემოსავლები, არანაირი ვთქვათ საარსებო მინიმუმის ვერ მოიპოვებს ვერანაირად, იძულებულია ზოგჯერ და უნდა რომ სესხი ვალი აიღოს, ხო? და მე მაინც ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ძალიან მარტივად ამას ისევ და ისევ სახელმწიფო შეუძლია აქ თავისი ძალიან პოზიტიური როლი ითამაშოს, რითი მაგალითად, აი კონკრეტულად ვამბობ, გამოცხადდეს, აი განისაზღვროს მინიმალური წლიური 15, მაქსიმუმი 20%. და მე ვფიქრობ ეს უშველი სამსაქმეს და აქვე მინდა თქვა რასთან დაკავშირებით, რომ ისევ და ისევ ძალიან მარტივად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ აქვე მინდა ვახსენო, ესე იგი, არის ცხადდება ფიზიკური პირები, რომლებმაც აი ამ იპოთეკური სესხებით, აი ამ ბიზნესში, ესე ვთქვათ, ზოგი არის 100 ბინა აქვს გაფორმებული, ზოგი არის 70 ბინის მფლობელი გახდა, ზოგი არის, ვთქვათ, 180 ბინის მფლობელი. ამას სულ ახლა წავიკითხე გვარი ქალბატონის, რომელსაც აი ამ იპოთეკებით დაზარალებული მოსახლეობისაგან წაგლეჯილი 180 ბინა აქვს გაფორმებული. აი
ჩვენ ხო ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა და ჩვენ ხო მოგწონს და მოგვაქვს თავი რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები. შეიძლება მართლმადიდებლურ სახელმწიფოში ასეთი რამე ხდებოდეს? რაღაც ალბათ გაუცხოვებაც არის, პირადი პრობლემები არის ძალიან ბევრი. რასაკვირველია, მე კიდევ ერთხელ ვთხოვდი ხელისუფლებას, რომ იქნებ გადაიხედოს ერთხელ კიდევ პოლიტიკა იმ კუთხით, რომ 2008 წლის შემდეგ, ვისაც გაუპრობლემდა სესხი, ვინც შეძლოდა ძირითადი თანხაც დაფარა, აღარ ვლაპარაკობ, რომ იმაზე მეტიც შეიტანა. აი ასეთი მოსახლეობა უნდა გათავისუფლდეს ვალდებულებისაგან და იქნებ ისევ სახელმწიფო ჩაერიოს. ვიძახით რომ აი ბანკი კერძო სექტორია და არავითარ შემთხვევაში ხელი შეხება არ. როგორ კაცო, თუ კი ბანკი შენი ქვეყნის მოქალაქეს აკოტრებს, აუბედურებს და უკვე ზღვარიც აღარ არის, ზღვარიც აღარ არსებობს და ამათი მადა 4-5 ბანკი არის, რომელმაც მთელი საქართველო გადაყლაპა, ხო? რაღაცით არ შეიძლება ეს რომ შეჩერდეს ეს პროცესი, მე არ ვიცი ამას რა ქვია ამას. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ჩემს რეკომენდაციას მივაწოდებდი იგივე წულუკიანს, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ სანოტორო მოქმედების დროს ნოტარიუსებს იპოთეკური სესხი იქნება. აი მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმება და მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგს უსათუოდ გამოიღებს. მინიმალური ვადა შეამსუბუქებს მაინც სიტუაციას. აი ახლა სტანდარტი არის, ყველა აფორმებს სამთვიან ხელშეკრულებას. მე უკვე იმდენი კონკრეტული ფაქტები დამიგროვდა, მე უკვე ნათელი სურათი შემექმნა, რა ხდება ქვეყანაში და მე მინდა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხდება კატასტროფა და ეს ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში კიდე ახალი ტალღა წამოვა, აი ამ გაუბედურებული ჩვენი თანამოქალაქეების და მე მაინც თუ კი ვინმეს ისევ და ისევ მე მოუწოდებ რომ მოდით კონსოლიდირებულები ვიყოთ, გავერთიანდეთ და აი ეს დილეტანტების ეგრეთ წოდებული ნიკერება აი ამ და გაუბედურებულ ხალხთან, აი ამ დილეტანტებმა გამოიწვიეს ის შედეგი რაც არის, იცით? ისევ და ისევ უნდა ხელი მოკიდოს ამას პროფესიონალებმა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მე ვფიქრობ, კარგი შედეგი დადგება თუ ჩვენ მივაღწევთ აი ამას, რომ სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენოს, რომ დავაპროცენტიანი სესხები მოიძიოს მთელ სოფლიოში. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ თანამეგობრობაში, ისეთ თანამეგობრობაში ვართ, ჩვენ უნდა დაგვეხმაროს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები და ასე შემდეგ. ეს სახელმწიფოს უფრო მაღალ დონეზე შეუძლია გააკეთოს, რომ და ასევე საბანკო სექტორმა ესე იგი ყველამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ დავაპროცენტიანი სესხი შემოიტანონ და აი მაგალითად არის კომერციული ესეთი ორგანიზაცია რიკო. 2% აქვს ფიური განაკვეთი. თუ კი რიკო ახერხებს, რომ გასცეს სესხი 2%-ში და ამავე დროს თუ კი ოქროზე მაგალითად არის, მე ვხედავ, ხო, 1.5%-ზე დაიყვანეს უკვე თვიური განაკვეთი, ხო? მაშინ რატო არ შეიძლება რომ სხვა ბანკებმაც მიბაძონ და კერძო იქნება თუ კერძო მევახშეები ეგრეთ წოდებული, გამსესხებელი იქნება კერძო თუ საბანკოდან იქნება ეს თუ სხვადასხვა კომერციული საფინანსო ორგანიზაციებიდან, აი დაუწიონ ამ საპროცენტო განაკვეთს და მარტივად თუ კი ქონებას გიდებს ადამიანი და ესე იგი დავაპროცენტს მისცემ და ხანგრძლივი ვადით მისცემ და მინიმუმ 1 წლის ვადით, ხო? ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ასეთი ტრაგედიები თავიდან იქნება აცილებული. ეს ჩემი მოსაზრება და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კარგით, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის, მობრძანებისთვის, თუ რამის დამატება გნებავთ შეგვიძლია კიდევ ერთხელ მივმართოთ საზოგადოებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხართ დედათა კომიტეტი და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან საინტერესო თემებზე ვმუშაობთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი, საჭირო, აი ამ თემებზე ვმუშაობთ და დედათა კომიტეტიც საერთოდ თავიდანვე სწორედ შეიქმნა, იმიტომ რომ აი საპატიმროებში რა მდგომარეობაც იყო და მე შევძელი გავაერთიანე სრულიად საქართველო ამით ხარ. მე ვინ მიიკერა და მიითვისა ეს ჩემი ბრძოლა, ეს ჩემი პროექტი და ვინ გამოაცხადა თავისად და ვინ გადააკეთა ისე რომ გააუბედურა ეს ყველაფერი და რაღაცა ეს ცალკე თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ყოველთვის ვარ იქ, სადაც ჩემ ხალხს უჭირს და ასეთი ვიქნები ბოლომდე. ერთხელ კიდევ მინდა მოწვევისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და რა უნდა ვთხოვოთ ჩვენს მოსახლეობას. ვიყოთ უფრო ადამიანურები, ვიყოთ უფრო შემბრალებლები ერთმანეთის მიმართ და გვიყვარდეს უფალი, ღმერთი, სამშობლო და
გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. აი ეს მინდოდა მეთქვა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე კი მომავალ შეხვედრამდე გეფშიტობებით.